მოგესალმებით. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. მე და ირაკლი დღეს რამდენიმე წიგნს წარმოგიდგენთ, მათ შორის ერთ-ერთია წიგნი, რომელიც წინა გადაცემაში ვერ მოვასწარეთ და ვთქვი, რომ ეს წარსადგენად ცოტა მეტი დრო მჭირდებოდა. მე დღეს მოვიტანე ჩვენი გადაცემისთვის მაჰმუდ დოულათაბადის ირანელი ავტორის რომანი პოლკოვნიკის მიმწუხრი. მოგესალმებით, ჯერჯერობით არ დაგვისრულებია ირანული თემატიკა, სპარსული ირანული თემატიკა, რადგან დღესდღეობით ისე ძალიან აქტუალურია არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში ირანის თემა. ჯერ კიდევ არ ვიცით რითი დასრულდება ეს ნებათა ღელვა, რომელსაც მოცული აქვს მთელი ირანის საზოგადოება და არა მარტო ირანის, არამედ სოფლიოს სახელმწიფოები დიდ ყურადღებას იჩენენ ამ დაძაბულობის ირგვლივ და მათ კიდე ცალკეში დაძაბულობასთან ერთად ირანთან აქვთ დაძაბულობა და მოკლედ ირანი არის წამყვანი თემა, ისე როგორც უკვე არ ვიცი, თითქმის 40 საუკუნეა ამ ტერიტორიაზე ცხოვრები ხალხი და სახელმწიფო, რომელიც აგრძელებს დღემდე არსებობას, იმედია კიდევ გააგრძელებს მშვიდად და შენ რა წიგნი მოგვიტანე? ხო, და გამომდინარე იქედან რომ ომი, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ირანის შემთხვევაში რამდენი ხანია გრძელდება, მეც არ გავუცდი დიდად თემატიკას და მოვიტანე თან საკითხავი სერიის ესეთი 57 წიგნი, რომელსაც ქვია 77 ამბავი 1942 წლის შეთქმულებისა. რა თქმა უნდა, მხოლოდ 42-ზე არ ვისაუბრებ, 41-ზეც ვისაუბრებ, იმიტომ რომ 1942 წლის შეთქმულება იყო გაგრძელება 1941 წლის შეთქმულებისა. ამაზე მე მაშინ თემას გასცენა მომიწევს თუგე მეორე წიგნის წარსადგენად დრო დამრჩა ჩემი მეორე წიგნის. ამბავი თუ დაგრჩა დრო. ხო, ნილ გეიმანის არსადროს მაქვს მოტანილი ჩემი ბოლო პერიოდის ძალიან ისეთი მძაფრი ლიტერატურული შთაბეჭდილება, ვერ ვიტყვი რომ ეს წიგნი ან ახალია, ან ახალი გამოცემულია, თუმცა მე ის ახლახან წავიკითხე და გადაცემაშიც დარწმუნებული ვარ არასდროს ან არსადროს არ წარმიდგენია და დღეს გადაწყვიტა მომეტანა და მესაუბრა, იმიტომ რომ ნილ გეიმანის ამ ავტორის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიითაც არა, კიდევ უფრო მეტია ის, რითიც მე მის მიმართ ვარ განწყობილი. აღფრთოვანებითაც მე ვიტყოდი მისი სხვა ნაწარმოებებიდან, მისი ტერი ბრაჩეთან, კი, წარგვიდგენია. რამდენიმე წიგნი ტერი ბრაჩეთან ერთად დაწერილიც მისი დამოუკიდებელი წიგნებიც და მოკლედ გეიმანი ახლა ძალიან ისეთი საკულტო თანამედროვე ავტორია, თუმცა მოდი დავიწყებ მაჰმუდ. აი ვიტყვი გეიმანზეც თუ შეიძლება, მოკლედ მე დიდი ხნის განმავლობაში გეიმანს მივიჩნევდი აი პრეჩეტის რაღაც უფრო ახალგაზრდა დამხმარეს, რაღაც გზის გამგრძელებელს თითქოს. მაგრამ საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ გეიმანი უკვე არაფრით ჩამოუვარდება პრეჩეტს, როგორც ფენტეზი სამყაროს და თუნდაც ჰორორ სამყაროს მხრივ, იუმორშიც ძალიან წინაა წასული. მოკლედ, ძალიან მაგარი ავტორია ამ ჟანრში. მოდი მაჰმუდ დოულათაბადით დავიწყებ, რადგანაც წინა შეხვედრიდან გადმომყვა ვალად, ასე ვთქვათ, ეს წიგნი. დოულათაბადი ძალიან ისეთი პატივცემული და პატივსაცემი ირანელი მწერალია, რომელიც აი ტალღას ინტელექტუალებისა, ვინც ჯერ 53 წელს ემიგრირდა ირანიდან, მაშინ დოულათაბადი პატარა იყო და ვერ ემიგრირდებოდა, მაგრამ აი შემდგომ უკვე ისლამური რევოლუციის შემდეგ 1979 წელს, 1980 წელს დიდი ტალღა გაედინა, ხო შეიძლება ითქვას ირაკლი ალბათ, რომ ეს ტვინების დიდი გადინება იყო ირანიდან. ბევრი წავიდა ძალიან მწერლები ყოველ შემთხვევაში 53 წელსაც და 79-80 წლებში ძალიან ბევრი მწერალი გავიდა 53-ში სამშობლოდან. 53-ში შეიძლება ითქვას, რომ გავიდნენ პოტენციურად ძალიან ნიჭიერი, პოტენციურად ყოფილიყვნენ წარმატებული, იმიტომ რომ 53 წლის ირანი მაინც ჯერ კიდევ ნახევრად ფეოდალური სახელმწიფო. აი 79-ში ჰედაიათი მაგალითად კი, არა, რა თქმა უნდა, საფრანგეთში. რაოდენობრივად 79-ში გაცილებით ბევრი გავიდა
წავიდა ქვეყნიდან, რადგან იმ შახის მომხრე, შახის ხელისუფლება ცდილობდა ყველა ნიჭიერი ადამიანი ახლოს ყოლოდა, ესეთი დაპურებული ყოლოდა ეს ესეთი აპრობირებული მეთოდია ჩვენ საბჭოთა ხო, დიქტატურა ასე მუშაობს, საბჭოთა წარსული გამოვლილი რაღაც არისხელოვანები ყავს, რომლებიც მაამებლურ კომენტარებს უკეთებენ და ყავს რაღაცა ესეთი მეამბოხე დაპირისპირებული ხელოვანების ჯგუფები. დოულათაბადი 86 წლისაა, ასაკშია და ცხოვრობს, როგორც უკვე გითხარით, დღემდე ირანში. ის მოკლედ ამას არ დაუტოვებია სამშობლო და მინდა გითხრათ, რომ ირანში აი რაღაც ერთგვარად პარადოქსულია ამ კაცის ყოფა. იმიტომ რომ ერთი მხრივ აი კონკრეტულად პოლკოვნიკის მიმწუხრის გამოცემა მის სამშობლოში აკრძალულია. არასოდეს ფარსიზე ეს წიგნი არ დაბეჭდილა. ის დაიბეჭდა ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ბევრ ენაზე, საქართველოში, მაგრამ ირანში ეს წიგნი ირანელი მწერლის მიერ დაწერილი ირანული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში არასოდეს გამოცემულა. იმიტომ რომ ირანის ხელისუფლების აზრით, დღევანდელი ხელისუფლების აზრით, ეს არის ყველაზე უფრო კონტრრევოლუციური წიგნი, რაც კი ოდესმე ირანში დაწერილა. ამიტომაც ამ წიგნის გამოცემა აკრძალულია. თუმცა რაში მდგომარეობს ახლა დოულათაბადის ყოფის პარადოქსულობა? აი ამის მიუხედავად, რომ მისი წიგნი არ გამოიცემა და ის ერთგვარი სახელოვნებო რეპრესიების მსხვერპლია, დოულათაბადი ყველაზე პატივცემული მწერალია თავის სამშობლოში. ანუ წარმოიდგინეთ, რას ვამბობ, ხო? ერთი მხრივ მას არ აძლევენ უფლებას, ხელისუფლება არ აძლევს უფლებას გამოსცეს წიგნი და მეორე მხრივ მას ერთგვარად ხელის გულზე ატარებენ. მაგალითად 2014 წელს ირანში გამოიცა დოულათაბადის გამოსახულებით საფოსტო მარკა, საიუბილეო საფოსტო მარკა, რაც ძალიან დიდი პატივია, ხო, მწერლისთვის და საერთოდ ნებისმიერი ადამიანისთვის, როდესაც შენი სამშობლო საიუბილეო მარკაზე ბეჭდავს შენს გამოსახულებას. აი ერთ მხარეს ასეთი თაფლაკვერიანი ხელი, მეორე მხარეს მატრახიანი ხელი წარმართავს მოკლედ დოულათაბადის ამ დიდი, ნამდვილად დიდი ინტელექტუალის ცხოვრებას. ირაკლის ვეუბნებოდი დღეს, ვიდრე გადაცემაში მოვიდოდით, რომ მე ჩავთვლი, რომ ეს ძალიან დიდი ტექსტია. მე არ შემეშინდება ამის თქმის. ბევრ კარგ წიგნს ვკითხულობთ, რა თქმა უნდა, და ყველაზე მეტად რაც მოგწონს და რისი გაზიარებაც გვინდა, ის მოგოქვს გადაცემაში. მაგრამ არის წიგნები, რომლებიც თავიდან ბოლომდე შეგარყევს და რომელთა კითხვისასაც გრძნობ, რომ ნამდვილად რაღაც ძალიან დიდებულ ტექსტთან გაქვს საქმე. და ის სულ ვამბობთ ხოლმე მე და ირაკლი, რომ რაღაცნაირად კარგი რაღაც დიდს რომ წავკითხოთ, აი რაღა უნდა გაგვაკვიროს, რაღა უნდა იყოს ამაზე მეტი და მე გამოჩნდება ვიღაც დოულათაბადის მაგვარი, რომელიც საბედნიეროდ კიდევ ერთხელ გაგვაოცებს და რა ბედნიერებაა, რომ რომელიც თურმე არსებულა და რა ბედნიერებაა, რომ ჯერ კიდევ ბევრი აღმოსაჩენი და ჯერ კიდევ ბევრი რამით ვართ გასაოცებლები. აი ალბათ ეს რომ აღარ იქნება, მე ჩავთვლით უკვე რომ. არა, იცი რა, იმედია ჯერ დიდი ხანი გაოცების უნარი გვექნება და აი ამ რაღაც გრანდიოზული ტკბობის უნარი. ესა ალბათ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან კარგ წიგნები არასდროს დაიძლევა. გასაგებია რომ შეიძლება გამორჩეული და კარგი ერთია, მაგრამ პოლკოვნიკის მიმწუხრი კიდევ რაღაც კარგზე უფრო ახმატებული. იყო კრიზისი 21 საუკუნეში, მათ შორის იყო კრიზისი ლიტერატურაში, როდესაც არ იწერებოდა რაღაც თქოს გრანდიოზულ წიგნებთან შეხება არ ჰქონდა. მაგრამ თურმე მანამდე არსებულა ეს გრანდიოზული რამეები. აქედან გამომდინარე, მოკლედ თავარია უნარი და ხალისი გქონდეს იმისა, რომ გრანდიოზულობა შევიგრძნოთ. ნამდვილად. მარტო ჩვენ კი არა. კითხულს. პოლკოვნიკის მიმწუხრი, ხო, ნამდვილად, აი მენანება მასზე, უბრალოდ მენანება, კი არა, გული დამწყდება და დანაკლისის შეგრძნება გამოჩნდება თუ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ კარგი ტექსტია, იმიტომ რომ ასე არ არის ეს დიდებული ტექსტია, რომლის ვითარებაც ერთი კონკრეტული გმირის, უკვე გადამდგარი პოლკოვნიკის, შაჰის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის ცხოვრების ერთ ღამეში ვითარდება. იმ ერთ ღამეს არ ვცდებით. ვცდებით პოლკოვნიკის მოგონებებით, მაგრამ რეალური დრო ამ რომანში მხოლოდ იმ ერთ ღამეში მიედინება. ამ რომანს ორი დრო აქვს, ორი კი არა, რამდენიმე დრო აქვს. ერთი არის ის დრო, რომელშიც უშუალოდ მთავარ გმირთან, პროტაგონისტთან დაკავშირებული მოქმედებები ხდება. ეს ერთი ღამე, ერთგვარი მისი
ოდისეა, უფრო შინაგან ოდისეას ვიტყოდ, იმიტომ რომ ის გარეთ არასრულებს რაღაც ძალიან დიდ ტრაექტორიას არ მოხაზავს, თუმცა მისი შინაგანი ოდისეა წლებს გადასწყვეტება და ის იწყებს რაღაცა ძალიან ღრმა რეფლექსიას თავის წარსულზე და ეს არ არის მხოლოდ მისი წარსული, ეს არის ერთი ოჯახის გამაოგნებელი შემზარავი ტრაგედია, რომლიდან გამომდინარე და რომელთან კავშირშიც ჩვენ ხედავთ ირანის როგორც ქვეყნის ტრაგედიას და ძალიან დიდ ტკივილს და დაულად აბადი აი თითქმის დასაწყისშივე წერს რომ ამ ქვეყანაში რომ დაიბადებიო მისი გმირი ფიქრობს უფრო სწორად უკვე რაღაც ტკივილის ლოდი გადევს ეს მოუშორებელი ლოდი რომელსაც ვერ გაურბიხარ და ვერ იშორებო რა მწარეა ამის გააზრება ხო რომ ასეთ ქვეყანაში დაიბადა ავტორი მისი გმირი თარგმნელი თეა შურღაია, სხვათა შორის ბრწყინვალე თარგმანია, ისიც მინდა აღნიშნო, ეს მარტივი ტექსტი არ არის, იმიტომ რომ ტექსტში ერთმანეთს ენაცვლება რეალურად მიმდინარე დროის მოქმედებები, აი ეს რაღაცნაირი უცნაური ქრონოტოპი გვაქვს, რაღაცა თავისებური დროსივცითი მიმართება გვაქვს ამ წიგნში და ერთმანეთს ენაცვლება ერთი მხრივ მოქმედებათა ჯაჭვი, რომელსაც პოლკოვნიკი ერთი ღამის განმავლობაში ასრულებს და მეორე მხრივ აი ამ მოქმედებებს პერიოდულად ენაცვლება მისი შინაგანი მონოლოგები. ეს უკვე არის მისი მოგზაურობა წარსულში, საიდანაც ვიგებთ თავისი შვილების და ირანის და თავად ამ პოლკოვნიკის ისტორიას. ეს შინაგანი მონოლოგები როგორ მოვიდა აქამდე? ახლა შინაგანი მონოლოგები არის შეიძლება ითქვას რომ აი თქვათ ცნობიერების ნაკადს ვერ დავარქმევ რაღაცით თითქოს ჩამოჰგავს, თუმცა გაცილებით უფრო მწყობრია ვიდრე ვთქვათ ცნობიერების ნაკადი თავის კლასიკურ გამოვლინებებში, იგივე ვთქვათ ულისეში, იგივე რა ვიცი ვირჯინია ვულფის ნაწარმოებებში, ეს უფრო მწყობრი და გასაგებით ხრობის მანერა, რაღაცით გავს პერიოდულად დალაგებული ფიქრები, ხო? კი, მეტნაკლებად სიტყვებად ჩამოყალიბებული ფიქრები. კი, განმარტებიდან გამომდინარე ამბობ, ცნობიერების ნაკადი განიმარტება როგორც ფიქრები, ვიდრე სიტყვებად გარდაიქმნებიან. ესენი უკვე საკმაოდ დალაგებული პროცესია ფიქრის, უფრო მიმსგავსებდი ალბათ დოსტოევსკისეულ შინაგან მონოლოგებს, ვიდრე ვთქვათ მოდერნისტულ ცნობიერების ნაკადს, უფრო იმას ჩამოჰგავს რა, მაინც წასაკითხად არ არის მაინც და მაინც რთული, მაგრამ განცდით და სიმძაფრით ძნელად ასატანია საკმაოდ. მოქმედება იწყება ძალიან ისეთი კლასიკური ლიტერატურული ხერხით, რომელიც არაერთ მწერალს გამოუყენებია თავის ნაწარმოებში. ეს არის მოქმედების დაწყება კუბოთი, აი გვამით, ასე ვთქვათ. თათ კუბოთი არ იწყება, კარზე კაკუნით იწყება. რაღაცას ელის პოლკოვნიკი, ამ წიგნში ორი პოლკოვნიკია. კი, სიკვდილით იწყება. ამ წიგნში ორი პოლკოვნიკი ყავს, ერთი არის რეალური პოლკოვნიკი და მეორე არის ისტორიული პოლკოვნიკი მოჰამად თაყი ხან ფესიანი. ნამდვილად არსებული სამხედრო გმირი ირანის, რომელმაც თავისი განათლება მიიღო დასავლეთში, მას კოლონელს ეძახდნენ და ასე მოიხსენიება რამდენჯერმე ტექსტშიც და ის არის მთავარი გმირის რეალური პოლკოვნიკის სათაყვანებელი ისტორიული ფიგურა. აი მოჰამად თაყი დაარქვა უფროს შვილს, ამ პოლკოვნიკის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტრეტის ჩრდილქვეშ გაზარდა თავისი შვილები დიდი პატრიოტული სულისკვეთებით, რაც შემდეგ საბოლოო ჯამში ინანა. თითქოს ეს როგორ შეიძლება ინანო, მაგრამ ამ კაცს სანანებელი გაუხდა ის, რომ მიშვილებს ასე მძაფრად და ასე მწარედ უყვარდათ ირანი. მასუდი, მოჰამად თაყი, ფარვანე, ფარზანი, აი ეს მისი შვილები, ფარზანეს გარდა ყველა მათგანის ამირი, ძალიან ტრაგიკული პერსონაჟი, ყველა მათგანის ცხოვრება წავიდა აი დამანგრევლად, მტკივნეულად. არც ერთი არ ყოფილა ბედნიერი და მოქმედება იმ შემზარავ ღამეს იწყება კარზე კაკუნით, როდესაც პოლკოვნიკთან მოდის ორი ადამიანი და ეუბნებიან, რომ ის უნდა გაჰყვეს მათ და გააპატიოსნოს თავისი საყვარელი, ამდენ შვილში გამორჩეულად საყვარელი ქალიშვილის ისეთი ნაზი, მსხრევადი გოგონას ფარვანეს დახვრეტილი ნაწამები ჯერ სახელიც როგორია? ხო, პეპელად მოიხსენიებს მამამისს ამ წიგნში. მოკლედ ნაწამები გოგონას სხეული უნდა დახვრეტეს ეს გოგონა, უნდა გააპატიოსნოს და აქედან იწყება ამ ტრაგედიიდან, ფაქტობრივად კუბოდან, შეგვიძლია ვთქვათ, ამ კუბოს ხშირად იყენებენ ხოლმე. ჩემთვის საყვარელ მწერლებსაც ბევრჯერ გამოუყენებიათ, როდესაც მიცვალებული ხდება ერთგვარი შეიძლება ითქვას ასე, რომ კატალიზატორი ხდება მოგონებების
მოგონებების, რომ აი ტრიგერს რომ ეძახიან ხოლმე, ახლა არ მინდოდა ეს სიტყვა მეთქვა, მაგრამ ხო, ერთგვარი ტრიგერი ხდება, რაც გამოიწვევს, გამოიხმობს წარსულის აჩრდილებს, ეს ფარვანეს მოგონებები. ეს წარსულის აჩრდილები ერთი მეორეზე შემზარავია პოლკოვნიკისთვის. აი შემაძრწუნებელ ამბებს ვიგებთ და თან გვიკვირს, რომ ჯერ ის გვიკვირს, შეიძლება ერთმა ადამიანმა ამდენი ტკივილი აიტანოს და მე მეორე გაკვირვება მოდის, შეიძლება ერთმა ერმა ამდენი ტკივილი აიტანოს. და ამ შემთხვევაში ერის და ამ პერსონაჟის ტკივილი და ტრაგედია რაღაც გადაჯაჭვული ერთმანეთისგან, ერთი მეორისგან გამომდინარეობს და არ არსებობს ერთი მეორის გარეშე. მეც აღარ ვიტყვი ხა ვის რა ბედი ეწია კონკრეტულად და ასე შემდეგ, ამას თქვენ თვითონ მიხვდებით. უბრალოდ მართლა თვალის დაუხამხამებლად წავიკითხა ეს წიგნი სრულიად გაოგნებულმა ამ თავზარდამცემად ლამაზი ტექსტის არსებობით. აი ამას ვიტყოდი. რაც უნდა დავამატო. ერთი რაღაც ვაიმე მაპატია, ერთი რაღაც მინდა ვთქვა კიდევ. თარგმნელი თეა შურღაია, ხო, რატომ დავიწყე საერთოდ თარგმანზე საუბარი? აღნიშნავს, რომ ამ ნაწარმოებს ყველა ევროპულ ენაში ჰქვია უბრალოდ პოლკოვნიკი ჰქვია, თუმცა ორიგინალში მას ჰქვია პოლკოვნიკის მიმწუხრი და თარგმანს როგორც ჩანს ბევრი უფიქრია, ხომ არ იწევს მარკესთან მსგავსებასო, თან პატრიარქის შემოდგომა პოლკოვნიკის მიმწუხრი, მერე იქ პოლკოვნიკს არ ამისწერს, მოკლედ ბევრი ალუზია წამოვიდა როგორც ჩანს და ებრძოლა თავს მთარგმნელი, როგორც მისი ნაწერიდან გავიგე, დაერქმეა თუ არა პოლკოვნიკი, მაგრამ ის მიხვა შემდეგ დედანს და ძალიანაც კარგი ქნა. ულამაზესი სათაური ნამდვილად მიგიზიდავს. უნდა ვითქვას აუცილებლად, რომ უკვე ზოგადად მეორე გადაცემა წარმოადგენთ ირანულ ლიტერატურას და მეორე ამბავია უკვე როდესაც ერთი ოჯახის გახლეჩაზე უყვებით მაყურებელს. ეს ირანში ძალიან ხშირი მოვლენა, თანამედროვე ირანშიც, ანუ არ არის საუბარი აქ მხოლოდ 50-იანი წლებიდან წამოსული, იმიტომ რომ პირველი გახლეჩვა დაიწყო მაშინ, როდესაც ირანში ნავთობი აღმოაჩინეს. აი იმ მომენტიდან, როდესაც ერთის მხრივ რუსები იბრძოდნენ ირანისთვის, მეორეს მხრივ ინგლისელები და ამას ემატებოდა გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები, ამ მომენტიდან დაწყებული გახლეჩვა იწყება, მაგრამ მთავარი ოჯახური გახლეჩვები მოიტანა არა უცხო ქვეყნების ჩარევამ, ანუ პირდაპირ მაშინ ვიღაც უცხო ქვეყნისკენ კი არ იყვნენ ეს ადამიანები, არამედ თავარი ოჯახური გახლეჩვები არის ქვეყნის შიგნით, ანუ ქვეყნის ბედი ვისაც ანაღლებს იმათ შორის კომუნისტი, შახის მომხრე თუ რევოლუციის მომხრე, ხომ? ესენი ყველანი არიან აი საოცრად პატრიოტი ადამიანები არიან, საოცრად უყვართ საკუთარი ქვეყანა და რომელიმე უცხო ქვეყნისკენ კი არ არიან. აი მათი ქვეყნის გზაზე კამათობენ ერთმანეთთან, ხომ? აი რა გზა უნდა აირჩიოს ქვეყანამ, როგორ უნდა განვითარდეს. და ალბათ გასაკვირიცა, მიუხედავად რომ ქართველებს არ გვიკვირს პოლიტიზირებული გარემო და ოჯახები თუნდაც, აი ირანის შემთხვევაში ეს არ ვიცი, გაასმაგებულია, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩვენც ალბათ ყველას გაგვიგია 90-იან წლებში დანგრეული ოჯახები, ორი სხვადასხვა მხარეს მყოფი ადამიანები, მაგრამ ირანში ეს იმდენად ძაფრია, რომ კვლელობებამდეც კი მიდის ასეთი დაპირისპირებები. კი, არის მსგავსი რაღაც აღწერილი. ებადის შემთხვევაშიც კი, ნუ იმავეს აღწერს ფაქტობრივად, ხო, ამის სასიკვდილოდ გაიმეტეს იქაც ოჯახის წევრებმა ერთმანეთი. მოკლედ არ არის ესე მარტივი ამბავი და ამ დიდებულ ერს, რა თქმა უნდა, ყავს მრავალფეროვანი საზოგადოება, ეს არ არის აი ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ რაღაც ერთიანი მასა ეს 100 მილიონი ირანელი, არა, ძალიან გამორჩეული და ინდივიდუალური ადამიანები ყავთ უამრავი, მილიონობით შეიძლება ითქვას. და რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი ისაუბრა, როგორც ჩვენია ხოლმე, გადაცემის დიდი ნაწილი წაიღო ერთ წიგნზე. ეს ქათინაური არ ყოფილა გრძნობ. ხო, ნამდვილად არ ყოფილა ამ შემთხვევაში და მე ცოტა დრო მომრჩა რომ გესაუბროთ ძალიან კარგ დოკუმენტურ წიგნზე, იმიტომ რომ 1942 წლის შეთქმულება ჩვენთან ბევრმა არ იცის. 42-ის არ იცის კი არა, არც 41-ის იცის, მოკლედ და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ შეთქმულებებზე თითქმის არ ვიცი. იშვიათად რომ ყური მომიკრავს, აი
საჯარო სივრცეში თუ პრესის მეშვეობით. ყველა მიცის 1832 წლის შეთქმულება, 1924 წლის კაკუცაში შეთქმულება, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროინდელიც არანაკლებ საინტერესოა. რა თქმა უნდა, ეს ყველა შეთქმულება ჩვენი ქვეყნის ტრაგიკულ ბედთან პირდაპირ კავშირში და გადაჯაჭვული, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და რატომ ვახსენებ წინა შეთქმულებები 1941 წლის შეთქმულებას შეიძლება ითქვას შეთქმულება პირდაპირ მემკვიდრეა 1832 წლის შეთქმულების და რატომ? იმიტომ რომ ორგანიზება ამ ჯგუფის ხელმძღვანელების მიერ პირდაპირ აღებული იყო 1832 წლის შეთქმულების სტრუქტურის მიხედვით. და ყველა საინტერესო ალბათ ამ შემთხვევაში არის ის თუ როგორ იყოფოდნენ ჯგუფები იმისათვის რომ კონსპირაცია მაქსიმალურად შენარჩუნებული ყოფილიყო. როგორც 1832 წელს ამ შემთხვევაშიც ჯგუფები იყოფოდნენ სამ-სამკაციან სამ-სამად იყოფოდნენ ჯგუფები. მათგან ერთი მათგანი ხელმძღვანელი ჯგუფის ხელმძღვანელი ურთიერთობდა სხვა ჯგუფის მეთაურთან. ანუ სამკაციან ჯგუფს ყავდა ერთი მეთაური, რომელიც კონტაქტობდა კიდევ ერთ ადამიანთან. ანუ რა გამოდიოდა რომ თუ ჯგუფის რომელიმე წევრს დაიჭერდნენ, მას შეეძლო მაქსიმუმ ჩაეშვა ორი ადამიანი და დანარჩენი ეს მთელი სტრუქტურა, მთელი საორგანიზაციო აჯანყებული კომიტეტი გააგრძელებდა წესით და რიგით მოქმედებას. ხომ ძალიან იდეალურადაა შეიძლება ითქვას აწყობილი, იმიტომ რომ ეს იმ პირობებში, როდესაც რა თქმა უნდა კომუნიკაციების იმ დღევანდელი საშუალებების 99% არ არსებობდა, არსებობდა რაღაც ხაზის ტელეფონი, რომელიც უიშვიათესად მოიპოვებოდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი თარიღია და რომ მიუყვეთ მოვლენებს რაც როგორც დროში ჩავეტევი 1941 წელს მას შემდეგ პრანი ბარბაროსას მიხედვით ნაცისტურმა გერმანიამ გადმოკვეთა საბჭოთა კავშირის საზღვრები და შემოიჭრა ბელორუსში და რუსეთის ტერიტორიაზე შემდგომ ძალიან მძლავრი ნაბიჯით იარეს მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს და ამავე წელს მოადგნენ კავკასიასაც. კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილს. იქ ისტორიულ ფაქტებზე ბევრს არ ვისაუბრებ, რატომ ვერ გადმოკვეთეს, რატომ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რამ შეუშალათ და ვინ შეუშალათ ხელი. თუმცა ეს იყო ძალიან სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, რაც გერმანელებს სჭირდებოდათ, რომ აეღოთ პირველ რიგში ბაქოს ნავთობი და იქ თუ რაღაც ბევრი ისტორიკოსი ყვებით, მათ ძალიან სჭირდებოდათ იგივე ქართველებთან ურთიერთობა, იგივე ჩრდილო კავკასიელ მებრძოლ ხალხთან ურთიერთობა, მოკლედ ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ აი ამ დროს, როდესაც გერმანელები მომდგარნი არიან ჩრდილოეთ კავკასიას, ამ დროს საქართველოში არიან ადამიანები, მათი უმრავლესობა ძალიან განათლებული ადამიანი არიან, ერთი ჯგუფი, რომლებიც სამხედროები არიან, განჯაში მომსახურე ქართველი სამხედრო, მაშინ კიროვაბადი ერქვა განჯას და არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტები. ასპირანტების საქმესაც ეძახიან, შემდგომ უკვე უშიშროება ასპირანტების საქმესაც ეძახოდა. მთავარი მოქმედი გმირები არიან კოტე ხიმშიაშვილი, გიორგი ძიგვაშვილი და კოტე ჯოგლიძე. იქ შემდეგ იმერლიშვილებიც არიან და ძალიან დიდი ჯგუფია, მაგრამ აი ეს სამი ადამიანია ყველაზე ცნობილია მათგან. დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში უკვე კოტე ხიმშიაშვილის სახელობის ქუჩაცა, მწერალთა სახლში მემორიალური დაფაცაა გაკეთებული და ამ ჯგუფში უკვე დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ბევრი ცნობილი ქართველიც მოიაზრება. აი წიგნის, რომელიც როსტომ ჩხეიძის შედგენილია 77 ამბავი 1942 წლის შეთქმულებაზე, ამ წიგნში ძალიან ბევრ საინტერესო პერსონაჟს ხვდებით, მათ შორის ლადო ასათიანს, რომელზედაც ძალიან აი ყველაზე მეტად რაც მომეწონა იმას გეტყვით, მოგეხსენებათ ლადო ასათიანს აწუხებდა ძალიან დიდი სენი, ჭლექი და
აი მინდა წავიკითხო. მოკლედ, კოტე ხიმშიაშვილის და ლადო ასათიანის შეხვედრები ყოველთვის იწყებოდაო. კოტე ხიმშიაშვილი მას ჩამოუგდებდა საუბარს თომას მანის ჯადოსნურ მთაზეო. როგორი პირდაპირი კავშირია, ხო? სადაც უყვებოდა, რომ აი ამ წიგნში როგორი საოცარი ამბავია, მოთხრობილიო ადამიანიო, რომელიც ჭლექითაა დაავადებულიო, მოწყდებაო ქალაქის მტვერსო, ბუხსო და მიდისო მთაშიო, სადაცო შეუძლია არა მარტო გამოჯამრთელდესო და იმკურნალოსო, არამედ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და ჩაფიქრების საშუალება ეძლევაო. აქ საუბარი არის მირზაგელოვანზე და კიდევ სხვა ბევრ ძალიან საინტერესო ქართველზე, თუმცა რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ ბევრჯერ წაგვიდგენია ამ სერიის წიგნები ჩვენს გადაცემაში, თან საკითხავი სერიის, ეს არის მართლაც ძალიან განსაკუთრებული სერია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ წიგნების კითხვას არ ჭირდება რაღაც აი განმარტოება, რაღაც სიმშვიდეში ყოფნა კლასიკურად როგორც ადამიანები წიგნებს კითხულობენ, არამედ ეს შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას ვიკითხოთ, აი თითო ამბავი, რომელიც ერთ-ან ორ გვერდზე გრძელდება, შეგიძლია თვითმფრინავში, მატარებელში, არ ვიცი, ნებისმიერ მგზავრობისას ან ქუჩაში ფეხით სიარულ სეირნობისას ნებისმიერ დროს იკითხო, ამიტომ მართლა გამორჩეული სერია. მოკლედ, ბევრი დრო რადგან არა მაქვს ტრაგიკულ ბედზე მინდა მოვუყვე ამ ჯგუფის, რა თქმა უნდა, ჯგუფში უშიშროებამ თავიდანვე დაიწყო მათი ხალხის ჩანერგვა, როგორც ხდება ხოლმე, რომლებიც ავრცელებდნენ არა რაღაც პესიმისტურ ცნობებს, არამედ ავრცელებდა ცნობას მაგალითად ერთ-ერთი, რომ მე პირადად მოусმინე რადიოში, რომ ჩვენი ჯგუფი, როდესაც გერმანელები შემოვლენ თბილისშიო, ჩვენო მათთან, ანუ ეს დაგეგმილი იყო ისედაც, რომ მათთან უნდა მისულიყო დაშიფრული წერილით, რომლებიც ატყობინებდნენ გერმანელებს, რომ ქართველების ჯგუფი გადმოიბარებდა ხელისუფლებას. და ეს უშიშროების აგენტები ამბობდნენ, რომ მე პირადად მოვისმინეო, რომ როდესაცო გადავცემთო, შემდეგ გრიგოლ რობაქიძეს გადაეცემა საქართველოს მართვაო. და ეს უკვე დადგენილიაო და ამით აგულიანებდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჯგუფს, რომ აი გერმანელები უკვე ყველაფერს გარკვეული არიან ჩვენს ამბავშიო, გრიგოლ რობაქიძეო ეს უდიდესი ადამიანიო, უხემძღვანელებს ქვეყანასო, მან შეიძლება თანამდებობა არ მოიღოსო, მაგრამო ის გადაწყვეტს ქვეყნის ბედსო. აქ მარტო რობაქიძეზე არ არის, კიდევ სხვა ყველა იმ დროს გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტზე, ქართველ ემიგრანტზე, თუმცა საბოლოოდ რა თქმა უნდა უშიშროების მუშაობამ შედეგი გამოიღო, აქ არა მხოლოდ ენის მიმტანები და გამავრცელებლები, არამედ სხვა ტიპის ჯაშუშებიც იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა საინტერესო რა არის, ცით ეს შეთქმულება მზადდებოდა ფაქტობრივად უიარაღოდ. ერთ-ერთ წერილში, როდესაც ხიმშიაშვილზეა საუბარი, აგენტი ამბობს, რომ ხიმშიაშვილმა მომთხოვაო ორი ლექსიკონიო. ლექსიკონი ნიშნავდა იარაღს. ორი პისტოლეტი, წარმოგიდგენიათ, ამხელა შეთქმულება მზადდება და ორი პისტოლეტი სჭირდებოდა მხოლოდ ისიც სავარაუდოდ ალბათ აი რაღაც აი ახალგაზრდა იყო და უნდოდა რომ რაღაც პისტოლეტით ევლო თორე ანუ არ იყო კლასიკური შეთქმულება რომელიც შეიარაღებულ ამბოხში გადავიდოდა იმიტომ რომ ეს ისედაც ნაკლებ სავარაუდო იყო იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ამ დროს საბჭოთა კავშირი მარცხდება ამ მომენტში ნაცისტურ გერმანიასთან ამიერკავკასიაში მათ ყავთ ძალიან ბევრი ზურგის და დამხმარე საჯარისო შენაერთები და ნებისმიერი შიდა ამბოხის თუ გერმანელები მხარს არ დაუჭერდნენ ახლოში იყვნენ როგორც გითხარით განწირული იყო. მოკლედ 17 ადამიანი დახვრიტეს საბოლოოდ. 1941 წლის საქმის შედეგად 1942 წლის 17 ოქტომბერს დახვრიტეს 17 ადამიანი. თუმცა ამ ამბავს ეს ამბავი არ დასრულებულა ასე ძალიან მალე 1942 წელს ისევ განახლდა ისევ თესეუში იყო მთავარი კერა განახლების მოკლედ მომავალი პარტიისთვის ესეც მინდა რომ მოვასწრო რა დღეში მაგდებ რომ მოსწრებაზე ვარ და ყველაფერი მინდა ვთქვა ხო მოკლედ მომავალი პარტიისთვის ჰქონდა ჩერქმეული სახელი სამნო
და რას ნიშნავს? საქართველოს აყვავებისთვის მებრძოლი ნაციონალისტური ორგანიზაცია სამნო, რომელიც 1942 წელს უკვე სამანად გადაკეთდა. ანუ უფრო ლამაზი ჟღერადობაც ჰქონდა. საზღვარი ანუ. კი, სამანი, რაღაც აი ჟღერადობითაც ძალიან რაღაც საინტერესოა, ხომ? და რომლის მეთაურად ითვლება მიხეილ ზანდუკელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მისი ასპირანტები და საბოლოოდ ის მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იყო წოვა თუშელი, პოეტი და ძალიან ცნობილი ადამიანი იმ დროს ადამ ბობრიაშვილი და თუშების აჯანყებათაც ნათლავენ ხშირად და ძალიან ბევრი თუში ყავდა გაერთიანებული და თუშეთის ტყეებში მოქმედებდნენ შეთქმულები და საბოლოოდ არ მინდა პესიმისტურ ნოტაზე დავასრულო, მაგრამ მას შემდეგ რაც მეორე შეთქმულება გამჟღავნდა, შეთქმულებს მოკვეთეს თავები და თემთა საბჭოს მიუტანეს მათი მოკვეთილი თავები, რომ მათ მუდმივად ხსომებოდათ ვის მხარეს უნდა ყოფილიყვნენ. ძალიან საინტერესო საუბრებია შემონახული შეთქმულების, მათ შორის ძალიან კარგად და არ ვიცი, საინტერესოდ მსჯელობენ იმაზე, უნდა იარსებოს თუ არა კოლექტივებმა. თუ უნდა დაუბრუნდეთ მუშებს, გლეხებს მიწა. ძალიან სწორად და საინტერესოდ მსჯელობენ, ნაწილი სწორად, ნაწილი არასწორად ალბათ, თუ შეთქმულები შემდგომ ვის მხარეზე უნდა დარჩენილიყვნენ, გერმანიის თუ ინგლისის მხარეზე. ცოტა საინტერესოა ისიც, რატომ ჰქონდათ ამხელა იმედი ინგლისისა, რომელიც ასევე ჩართული იყო გერმანიასთან ომში და იმ მომენტისთვის ნამდვილად არ წარმოადგენდა რაღაც ზესახელმწიფოს ომის მხრივ, ანუ შეიარაღების და ომის მხრივ, თუმცა საინტერესოა ჩასაღრმავებლად ამის თქმა მინდა. თუმცა ისიც ალბათ ბევრისთვის ისიც გასაკვირი იქნება, რატომ ჰქონდათ გერმანელების იმედი, რომ საერთოდ საქართველოს ასე თავზე ხელს გადაუსვამდნენ, მერე რა რომ გრიგოლ რობაქიძე იყო და მერე რა რომ ქართული ლეგიონი ჰყავდათ მათ. მოკლედ, ვისაც ისტორია გაინტერესებთ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი გაინტერესებთ და ჩვენი გამორჩეული შვილების, ამ ქვეყნის გამორჩეული შვილების შესახებ ამბები გიყვართ და გაინტერესებთ, ზოგადად ამ სერიასაც გირჩევთ და კონკრეტულად 57 წიგნს, რომელსაც ქვია 77 ამბავი 1942 წლის შეთქმულებაზე, რომლის ავტორია როსტომ ჩხეიძე. შეკრებილია როსტომ ჩხეიძის მიერ, მისი ინტერპრეტაციებიცაა, რა თქმა უნდა და რაღაც მიხარია რომ ერთი ხაზი დავიცავით დღეს. ხო, მგონი არ გავსულვართ ჩარჩოებიდან. და რა დავემშვიდობოთ ალბათ უკვე დრო ამაყურებელს. სამწუხაროდ. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.